ქართული ოცნება დასავლეთის დისკრედიტაციას განაგრძობს. ოლიგარქიული რეჟიმის წარმომადგენლები ევროკავშირის იმ სანქციების გამო აკრიტიკებენ, რომელიც არალეგიტიმური ხელისუფლების ლიდერებს ანტიდემოკრატიული პოლიტიკის გამო დაუწესდათ. ანტიდასავლური განცხადებებით ამჯერად თავი გორის საკრებულოს თავმჯდომარემ გამოიჩინა, რომელიც ოკუპანტ რუსეთსა და ევროპას შორის პარალელის გავლებასაც კი არ მოერიდა. რა განცხადებები გააკეთა დავით რაზმაძემ და როგორია ოპოზიციის შეფასებები, გიორგი ახალკაცი გვეტყვის თემის დეტალებს პირდაპირ ეთერში გისმენთ გიორგი. ევროპა მკვდარია და გასასვენებელია, ასე ეხმაურება გორის საკრებულოს თავმჯდომარე ევროკავშირის ქვეყნების მიერ ქართული ოცნების ბოსებისთვის დაწესებულ სანქციებს. დავით რაზმაძე პარალელს ავლებს ოკუპანტ რუსეთთან და ამბობს, რომ ის რაც ახლა ევროპამ იკადრა, ეს რუსეთსაც კი არ უკადრია. გორის საკრებულოს თავმჯდომარემ ეს სკანდალური ინტერვიუ ადგილობრივ ტელევიზიას მისცა. მოდით დამატებითი შეფასებების და კომენტარების გარეშე მოვისმინოთ თუ რა თქვა დავით რაზმაძემ და ამის შემდეგ გეტყვით როგორ აფასებს მის განცხადებას ოპოზიცია. თავხედობა თვით რუსეთის ხელისუფლებასაც, პუტინის ხელისუფლებასაც არ ჩაუდენია. ფაქტიურად სამყარო უკვე ყირაზეა დამდგარი. ამას რასაც აკეთებს ახლა ბრიუსელის ხელისუფლება, თავიდან ბოლომდე არის ისევ და ისევ იმ გავლენიანი კლანების ქვეშ და მე ვფიქრობ, რომ ძალიან მალე გამოჩნდება საქართველოს ხელისუფლების ლიდერებისთვის ეს არაფერს არ წარმოადგენს. მე ვიტყვი ხმამაღლა ვიტყვი, ვინც გინდა შემედაოს და დაუმტკიცე. ევროპა მკვდარია ევროპა და გასასვენებელი არის და ჩვენ თავს თვითონ უნდა მივხედოთ და აბსოლუტურად არაფერში არ წაგვადგება. ერთადერთი შეიძლება ტურისტულ მოგზაურობაში გამოგვადგეს მკვდარი ევროპის ვიზები. ქართული ოცნების მაღალჩინოსნის ამ სკანდალურ განცხადებას უკვე მოჰყვა გამოხმაურებები ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი ამბობს, რომ დავით რაზმაძე და სხვა ქართული ოცნების ჩინოვნიკები აკეთებენ ანტისახელმწიფოებრივ პრორუსულ განცხადებებს და მაშინ, როდესაც ქართველი ხალხი დაიბრუნებს ხელისუფლების სადავეებს, რომელიც ახლა ოლიგარქიულ რეჟიმს აქვს მიტაცებული, აუცილებლად უნდა მოხდეს როგორც რაზმაძის, ასევე სხვა ჩინოვნიკების გასამართლება. ოპოზიციის მეორე ნაწილი კი თulis, რომ ის რომ ახლა დავით რაზმაძე და სხვა ქართული ოცნების წევრები ბედავენ ამ ტიპის განცხადებების გაკეთებას, არის იმის შედეგი, რომ ევროპის მიერ დაწესებული სანქციები შედარებით მსუბუქი არის და ოპოზიცია თulis, რომ კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს ზეწოლა ოლიგარქიულ რეჟიმზე, რომელსაც მიტაცებული აქვს ახლა ქვეყანა. არაადეკვატური არის ჩვენთვის, ვინც დასავლური სტანდარტით ვფიქრობთ და უდგებით საკითხს, თორე მათთვის, ვისთვისაც თუნდაც 3+3 ფორმულა მისაღებია და ჩვენი ყოფნა ირანის და სხვა ჩამოქცეული და ტირანული პოლიტიკის გვერდით ვისაც წარმოუდგენია, მათთვის ჩვეულებრივი მოვლენაა და ლოგიკურიც და ადეკვატურიც. შესაბამისად, აქ ბრძოლა მიდის დემოკრატიულ თავისუფალ სამყაროსა და ისეთ სამყაროს შორის, რომელიც სამწუხაროდ ჩვენთან ძალიან ახლოს რუსეთის, ირანის და სხვადასხვა პოლიტიკების სახით გვევლინება. ჩვენ წლებია ვამბობთ, რომ რაზმაძეც და მისი თანაგუნდელებიც არიან მოღალატეები. მათივე განცხადებებითაც დასტურდება ეს ყველაფერი. ლუსტრაციის კანონი აღარც არის საჭირო. ისინი თვითონ ვიაღიარებენ, რომ მოღალატეები არიან და როდესაც ქართველი ხალხი ხელისუფლებას დაიბრუნებს, ეს ადამიანები და გასამართლდებიან სამშობლოს ღალატის გამო. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ნაომარი ქალაქის ხელმძღვანელი პირები, მათ შორის დავით რაზმაძე, აკეთებს ანტიდასავლურ განცხადებას. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს ყველაფერი რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს.